იმენა ლევიაშინის რეგენერაცია ვარ ჩემი დედასპიცა ვარ. ოხ, რა გავაძრე ჩემი, რა ქუდი გავაძრედო. მოგესალმებათ მეგობრებო, ლევიაშინი. დაგიბრუნდით მოკლედ მომდევნო მაილიგის ვიდეოთი. სანამ ვიდეო გაგრძელდება, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარზელაკი. დიდი მადლობა ყველას წინასწარ. ბევრს ლაპარაკობ მითხრა ზოგიერთმა და რავი, დავიწყოთ პირდაპირ. ნუ ძმებო, მეხუთე მატჩდეია, ლორიენტის წინააღმდეგ მიწევს თამაში, ლეგენდაზე რა თქმა უნდა და დავიწყოთ პირდაპირ, დავიწყოთ, აბა. ნუ ჩემ სტადიონზეა თამაში, როგორც ჩანს. და დავიწყოთ, აბა. ყველა ხო ახოძე, ოპა. ნუ ასე თუ ისე ნორმალურ ხოძე არის, მაგრამ ფაბიან რუისი დღეს ვერ ითამაშებს სამწუხაროდ, ამიტომ ზაირ ემერი იყოს მის ნაცვლად. კი ბატონო. კაი, ნუ მეტი, რავი, ვინ შეიძლება რომ შემოვიყვანო მეტი, ნუ ჯერჯერობით. არც არავინ, დავიწყეთ, აბა, წავიდა. მეხუთე მატჩდეი ლორიენტის წინააღმდეგ ჩემ სტადიონზე. წვიმიანი ამინდია როგორც ვნახე. და იმედი მაქვს ეს რაღაცა არ შემიშლის ხელს. ნუ ვნახედავთ, გამოვიდნენ ფეხბურთელები უკვე. და კაი, პირდაპირ ეს დავსკიპოთ, მოდი რა. არ გვინდა ეს რაღაცა. ისინი ზეპირად ვიცი უკვე ეს ანიმაციები. კი ბატონო, კარგი. ორი წამი. აი ესე. და დავიწყოთ, აბა, დავიწყოთ. მოდი, გავათამაშე დემბელენბურთი და დაიწყო პირველი ტაიმი. ვარა, კარგად მოტრიალდა. კვარაცხელია. წამოვედით ახლა უკვე მივახლოვდა საჯარიმოს ხოჭა კვარაცხელია. უკან პასი ლუკა ერნანდესის მიმართულებით, ზაირ ემერი, ვიტინია დავარტყათ მოდი, მაგრამ დამიბლოკეს ეს სტარტმა სამწუხაროდ. გრძელდება თქო, ჩვენი შეტევა თქო უნდა მეთქვა, მაგრამ გადმოვიდნენ ლორიენტის ფეხბურთელები ახლა შეტევაზე. კარგი შეტევა აქვს ხოთა შორის. კარგი იყო აქ პაჩო. გავუყოლოთ დეზირე დუეს და გავუყოლოთ დემბელეს. ნუ არ გამომივიდა, ეს არ იყო რაღაცა კარგი პასი. გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე. აბა, ტერინ იონგვა. ჰაკიმის როგორ გაცდა, ბიჭო ეს რა იყო? მარკინიოსი კარგად თამაშობს ამ მომენტში. დემბელე. გავუყოლოთ დეზირე დუეს. აბა, დეზირე დუე. წამოვედით. ყვარა ნუ მეხსნებოდა, მაგრამ ვერ გავაკეთე პასი დეზირე რა კარგია ამ მომენტში. ვაიმე, ეს როგორ არ გამომივიდა და გავდობაძისი. ბიჭო, ისე კარგი იყო ჰაკიმი აქ. მინდოდა მეთქვა რომ თითქმის აი ყოველთვის მაგათ აქვს ბურთი რა, იშვიათად თუ მექნება მე ბურთი რა. და ნუ კარგი იყო ჰაკიმი იმ მომენტში ყვარა. აბა, ხვიჩა. ვაიმე, აი როგორ მიხვდა ბიჭო, მაინც იმენა იქი წავიდა ზუსტად. კაი. გაუნებეში, ყვარა. დემბელეს, ძალიან ისეთ უაზრო პასებს ვაკეთებ და რატო არ ვიცი. აბა, მარკინიოს მიდი. კარგი იყო ვიტინია და არაფერი. ჰაკიმი. დეზირე დუეს. დუე, აბა დეზირე დუე. გაიგდო დუემ. ორი ფეხბურთელი ერთად მივიდა და ეხლა დიდი ვერაფერი ვერ შეძლო. დეზირე დუემ იქ რაც სულად ჩავჩეხე. ამაზე ეხლა შეიძლება აი სადმე თუ გადააგდეს ბურთი, უეჭველი ყვითელბარაც მივიღებ მე მგონი. მე მგონი რომ ყვითელბარაც მივიღებ ორი წამი, აბა დამახსოვრებული მომენტი. კი ბატონო. პაჩომ მიიღო ყვითელი ბარათი. ნომრები ისევ დამავიწყდა. აი ნუ შემდეგ ეპიზოდში, მაშინ შემდეგ ეპიზოდამდე გადავიდა ისევ. ოკეი. დავაი გავისროლ პირდაპირ წინ. წავიდა. დემბელე. არაფერი. 54 წუთია და ჯერჯერობით მაინც არაფერი აქ ყვარა დაიძრა. აბა სოლორანი ყვარასი. მოდი გავჭიმოთ ყვარათი. აბა რა 0 წუთი იყო დამატებული და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა გოლი და გასახდელში გაატანა ეს ბურთი. ლორიენტს ხო. 11 ნომერია ისევ ყვარა. 0 წუთი იყო დამატებული და ნუ ძალიან კარგი გოლი გაიტანა, იქ ძალიან მარტივად გამიშვეს, რატომღაც სოლორანი გამოვიდა ხვიჩას ხოთა შორის. ეს უფრო კარგია. რატომღაც ესე უფრო კარგია. კი ბატონო, 1-0 დაწინაურდა PSG ლორიენტის წინააღმდეგ. ხვიჩას გოლით გნუ გაათამაშებენ ახლა და დასრულდა პირველი ტაიმი. კი ბატონო, პირველი ტაიმი 1-0 მინიმალური ანგარიშით. ნახოთ უკვე რა მოხდება მეორე ტაიმში და თქვენი იქამდე შეგახსენეთ რომ დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი აუცილებლად ძმებო. ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ. კი ბატონო, დავიწყოთ პირდაპირ მეორე ტაიმი. ლორიენტი PSG-ის წინააღმდეგ და ნახოთ აბა მოახერხებს თუ არა PSG უფრო მეტი გოლის გატანას. მიან გაუტი.
რომელსაც მოაწყვეტენ ლორენც ფეხბურთელები, მოაწოდეს კიდევაც. ჰაკემი კარგი იყო დაზღვევაზე. აბა, ჰაკემი ზაირემრისკენ მიდი. კარგი იყო ზაირემრიმ, როგორი ბრძოლა აქ და კვარა, აბა. კარგი იყო კვარა. კვარა. ვაიმე, რა ცოტა დამაკდა. შეხედეთ უბრალოდ. ვაიმე, აი. ვახ, ნუ საბოლოოდ მათ დარჩათ ბურთი ძალიან ცოტათი აცდა კვარას დარტყმული კარს. კი ბატონო. აბა პირდაპირ ჩაწოდება მარკინიოსმა გამოიტანა დეზირე დუე. მარკინიოსი ისევ კარგად თამაშობს ბრაზილიელი. კვარა, დემბელე. ზაირემრი გაუყოლ დუეს. დეზირე დუე. შენგენ ნაცვალე რა კარგი გოლი გაიტანა. დეზირე დუე, აბა რა. საღოლ, ძალიან კარგი გოლი იყო, ძალიან ესეთი skillful გოლი იყო რა. გარმეორებით აუცილებლად ნახოთ ეს მომენტი, აი აქ რა კარგად შეუყოლა. შემდგომ იქ მარსელი თარნი დეზირე დუესგან და ძალიან კარგი გოლი გაიტანა. 2-0 PSG ლორიენტის წინააღმდეგ 2-0 იგებს. ნახოთ გარმეორებით ისევ. კარგად მოტრიალდა აქ დეზირე დუე და ნუ აქედან ახლა რო გაიტანდა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. 2-0 მშვენიერი, იდეალური გადასარევი, გენიალური. კაი ძმაო, დავაი, მივყვეთ აბა. მივყვეთ. იქნება და 3-0-იც გვინდა, 4-0-იც გვინდა, 5-0-იც გვინდა, რატომაც არა, ოპა, აქ ფრთხილად, პაჩო, კარგი იყო. აშრაფ ჰაკიმი. ვაიმე, რა შეცდომა დაუშვი, მეღადავები. ვაიმე, რებს შვებიან, ბიჭო. კარგი იყო ჰაკიმი, ვიტინია. აუ, რებს ვაკეთებ რა, რატო უჩქარობ ესე ძალიან? ჰაკიმი წინ მოისროლე, მოდი, სხვა გზა არ არის. კვარა, დემბელე. ჟაუნევეს, აბა. კარგი პასი თითქოს დემბელეზე, კარგი პასი. დეზირე დუე. რა ბურთი მოხსნა. მეკარე, ბრავო, იმენა ლევიაში. ბიჭო, რა ბურთი მოხსნა, ორი წამი კუთხური ჩავაწოდოთ. კვარა მოაწვის ამ კუთხურს. აბა, ჩაწოდება პირდაპირ საჯარიმოში, ნუ პირდაპირ მეკარის მივიდა ხელებში. შეცვლები. ახლა უკვე მოდი. ეს არის ესა. აი ესე, ანგენი იყოს. ესე კიმპემბე და გონსალო რამოსი შემოვიყვან დემბელეს ნაცვლად, იმიტომ რომ დემბელეს დღეს რაღაცა ისე ვერ წაუვიდა თამაში, ხო, ისა ბრედლი ბარკოლაც და აი ესე. კაი, ნუ შეცვლებიც განხორციელდა, დეზირე დუე გავიდა, ლი კანგინი შემოვიდა. შემდგომ პაჩო გავიდა და კიმპემბე შემოვიდა, კვარა გავიყვანე და ბარკოლა შემოვიყვანე. და ისა რა ქვია მაგას, დემბელე გავიყვანე და ესა გონსალო რამოსი შემოვიყვანე და აქ რა კარგი შეტევა აქვს ახლა საუბარში გავერთე და კიმპემბე მარკინიოს ხო არ იქნება კაცო. აბა ზაირემრი, აუ რა ცუდად დაკარგა. შეიძლება ახლა ერთი გოლი გამიტანონ, კარგია მეკარე, იმენა, საღოლ ბიჭო. რავი, ჯერჯერობით მეკარე არ მჭირდება მართლა, ანუ ძალიან კარგ ბურთებს ხსნის, ხო რა გადავდეს. ბელუჩი თუ ვინ არის, ხო? ძალიან კარგ ბურთებს ხსნის და ჯერჯერობით მეკარე არ მჭირდება, ჯერჯერობით არ მინდა. მერე უკვე ვნახოთ რა, მენ თუ მენი. ოპა, იქვე მიდის, იქვე გაითამაშებს. ზაირემრი. არა პირდაპირ ჩააწოდა, აი ზუსტად კარგ დროს წამოვიყვანე უკან ზაირემრი. ჰაკიმი მიდი ბოლომდე. კარგი ხარ ჰაკიმი, მიდი იბრძოლე. კარგი ხარ. ბრედლი ბარკოლა. ნუ ბარკოლას პასები აქვს ძალიან კარგი და ნახოთ აბა ამ მატჩში გამოიჩენს თუ არა ის თავს და მოახერხებს თუ არა ისევ აი იმ კარგ ასისტენტს და ის მეკარე ბიჭო, აი ბელუჩი, ბრავო ძმაო, გენაცვალე. ოპა აქ ჟაუნევის რა უქნეს ჩემი დედას მიცავარა. ხილად ბიჭო, შეგენა სვალე, ნუ კაი არა ეხა ამ ბურთს ეხა ეს მეკარე კი არა, რავი, ოდიდგანვე ესეთ შეცდომები მოსულა. შეცდომები რა ეხა ესეთი მომენტები რა, მომენტს მეკარე ნაღადად ვერ მოხსნიდა, ცარიელი იყო კარი და ხო რა მოკლედ. ბარკოლა მიდი ბოლომდე, კარგი ხარ, ბარკოლა გენაცვალე, მაგრამ აქ ვიჩქარე და ეხლა ვაიმე ფრთხილად ბიჭო, ჰაკიმი მიდი. ვახ, კიდე კაი, 86 წუთი ამასობაში, ბელუჩი პირდაპირ გადააგდა წინ. კენია. გონსალო რამოსი, გავუყოლოთ ლის. აბა ლი.
ლი ზაირებრი ვახ შენი არა ბიჭო აი არ უნდა გავჩერებულიყავი რა ანუ დამერტყა რა უნდა რაც იქნებოდა იქნებოდა რა 5 წუთი დაამატა თავარ დროს არბიტრმა მარკინიოს ლი ვიტინია ვახ არ გამომივიდა გაყოლება ნუ დიდი ალბათობით 2-1 ნახოთ აბა ჯერ კიდევ დარჩა 2 წუთი ოიმე ფრთხილად არა კარგი ხარ ჰაკიმი გენაცვალე და ეგ არის 2-1 პირველი მატჩი კი ბატონო ლორიენტის წინააღმდეგ ნუ 2-1 ვითამაშეთ ძალიან კარგი აი გადავიდეთ უკვე შემდეგ მატჩზე 43-57-ზე ბურთის ფლობა პროცენტებით და ნუ ხო ეხლა აირემერიც რო გაძლიერდებოდა და ბარკოლაც ანუ ესენი გაძლიერებული არ მყავს იდეაში და ნუ რო გაძლიერდებოდა რა თქმა უნდა ეხლა ორი აზრი არ არსებობს მაგაზე კი ბატონო შემდეგი მატჩი უკვე ეს რა გუნდია აუქსერი ესე იკითხება სტრასბურგთან მედოსმერი და მე მარსელთან კი მატჩი კი ბატონო აუქსერი ხო მოკლედ იყოს ეგრე რა რავი ეგრე უწოდებ კაი წავიდა ლეგენდაზე ვითამაშოთ დავიწყოთ პირდაპირ let's go მეკამდე კუპინს გიახლებით ლუკას ერნანდესი არ არის ხოძე და ამიტომ ნუნო მენდესი უფრო ჯობს რომ დავაყენო ვიდრე ლუკა ერნანდესი ბიჭო ბევრი მე ეკითხებოდა რომ ნუნო მენდესი რატო არ გიყენია ლუკა ერნანდესი რატო გიყენიაო და მე ეგრე მირჩევნია ძმებო რავი ნუნო მენდესი ხა მე ლუკა ერნანდესი მირჩევნია რავი რატომღაც მე ეგრე ვთვლი კი ბატონო კარგი აუ მინდი რა ჩაიტვირთე მალე ბიჭო აჰა ეს სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს კი ბატონო აი ეს ძალიან კარგია ეს ანიმაცია დასაწყისში რომ არის და წავიდა აბა აუქსერი ალბათ PSG გაათამაშეს ბურთი დაიწყო პირველი ტაიმი და ნუ ნახოთ რას ვიზავთ ამ გუნდის წინააღმდეგ აბა ეგრევე შეტევაზე ძალიან აქტიურად დაიწყეს სხვათა შორის ოპა ვაიმე ძალიან აქტიურად დაიწყეს ბიჭო პაჩო კარგი იყო აბა ერთ-ერთი ნოლი PSG პირველივე წუთებში მარცხდება აუქსერის წინააღმდეგ დეზირე დუე აბა აიმე არ გამომივიდა ბიჭო ბარკოლას როგორც გამოსდის პასები ისე რავი ჩემი აზრით ვერავის ვერ გამოსდის პასები PSG-ში რავი მე რაც ვნახე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ ძმებო ნუნო მენდესი კარგი იყო ამ მომენტში ჟაონევეში პასი ვიტინიაზე არა ბიჭო ეს იმასკნეს ჩამიჭრეს ტო ფაბიან რუისი ჟაონევეში წამოვედით აბა ჟაონევეს რა მარტივად კარგავთ ხარ რა ეს არ მაწყობს ძმაო ესეთი თამაშები არ მინდა შო ანუ eFootball-მა რა იგივე შეცდომებს უშვებენ რაც 25-ში იყო გააგიჟეს ბოტები ერთხელ და მე შო ანუ 25-ში რა საშინელება იყო და იმედი მაქვს ეს 26-ში არ განმეორდება იმედი მაქვს იმიტომ რომ 25-ში ერთხელ კონამი რო ბოტებს გააგიჟებდა შო მე აი შანსი არა სულ რო რაღაცა სასწაული კამანდით ყოფილიყავი გამორიცხულია რომ მოგეგო რა აი გამორიცხული იყო და კიდევაც ეთყობოდა ჩემი მაილიგის ვიდეოებშიც რა თქმა უნდა ხო და ამიტომ იმედი მაქვს რავი 26-ში ეგეთები არ განმეორდება დიდი იმედი მაქვს ამისი ნოსი დეზირე დუე კარგი იყო მარსელი თარნი მოდი ერთი გავაჭიმინო დეზირე დუეს ფაბიან რუის ვაიმე მე მგონი 26-ში იგივეები მეორდება. ოპა აქ რა შეცდომა? დემბელე, ფაბიან რუის. ვაჰ. აბა. კვარა. ფაბიან რუისი. ვიტინია. მიდი რა შენ მაინც ვიტენია შენ მაინც კარგი ხარ პასი ფაბიან რუისი 1-1 გენაცვალე აბარა ფაბიან რუის გატანილი გოლის ავტორი 44 წუთზე გაათანა PSG მანგარიში ვახ ცოტა ჩალიში მომიწია და ეს რავი ხა ანუ ლორიენტი უფრო ძლიერი გუნდი არ არის იდეაში ვიდრე
აი ეს აუქსერი თუ რაღაცა? ხო და 2-თან 2-1 მოვიგე და აქ ცოტა მიჭირს, კაი. ნახოთ აბა რამდენი წუთს დაამატებს პირველ ტაიმს თავარი არბიტრი. 2 წუთი დაამატა, კი ბატონო. დასრულდება მალე კიდევაც. და ნახოთ აბა უკვე მეორე ტაიმში რა იქნება, ცოტა რაღაცა ცვლილებებიც უნდა განმახორციელო, ვაიმე! ჩემი დედას ბიჭო, რას თამაშობენ ძმაო? ა? 2-1 მარცხდება PSG. 65-30-თან ეტყობათ კიდევაც რა, უფრო მეტი რო აქვთ. ბურთისის ამ ფლობა. აი, просто ისე ვითამაშოთ. ზირედუე ფაბიან რუისი წამოვიდა სოლორანი ფაბიან რუისის მოდი გავჭიმოთ ერთი ფაბიან რუისი ბიჭო რა ბურთებს ხსნის ეს მეკარე შოქში ხო არ არის არ ვიცი ძმაო იმენა აქ advantage კაი ნუ ეს არაფერი განსაკუთრებული აქ როგორ გამექცა ბიჭო მარკინიოს მიდი კაი მასი პაჩოზე ფაბიან რუისის აი მე რა შეცდომებს უშვებენ ჩემი ფეხბურთელები ხო არ გადაო აკიმი მიდი ეხლა ჰა ვაიმე რებს შვება ბიჭო ოხ კიდე კაი გამოვიტანეთ ტიპა იმენა რონალდინიო ჩაატარავოს ერთი წამი ახლა უნდა გაუთანაბრო ამათ ანგარიშტორე სხვანაირად არ შეიძლება ძმაო ეს რა არის მომენტში კარგი იყო ამ მომენტში კვარა მე მგონი გაისკრიპტა ესეც მე მგონი აბა დემბელე ახშენი რა მინდა ჩამეწოდებინა პირდაპირ რა მომენტს მიდი ნუ კაი აუტი რომელსაც მოვაწვით ჩვენ ახ ნუ ეს დამახსოვრებული მაგრამ რაზეთო ის advantage რო იყო კი ბატონო ხო ეხლა გამახსენდა კაი ცოტა აუნერვიულდი ცოტა აუღელდი ძმაო ფაბიან რუისი ვიტინია აბა არაფერი დაივიწყეთ არაფერს თქმას არ ვაპირებდი რანაირად თამაში არა აქ ჰაკემი წამოდი აქეთ ჰაკემი წამოდი მაინც გაცდა ეგრე მარტივადო მარკინიოსი კარგი ვახ ფრთხილად ბიჭო ჰაკემი კაი მოიშოროთ აი მე რა კარგად გოთამაშობენ ხო ძალიან მაგრად თამაშობენ მართლა მარკინიოს წინ პასი დეზირე დუეზე აბა აღარ გადის პასები შო იმენა აღარ გადის გაისკრიპტა იმენა დედასპიცა ვარ თამაში გაისკრიპტა უნამუსო ვიყო აუ აქ იმან ყოთელბა რაც მივიღებ არა კიდე კაი გადაურჩა ზაირემრი მე მგონი ზაირემრი იყო თუ ვინ იყო ვერ შევამჩნიე უცებ ვერ ვნახე სწორედ დემბელე კარგი იყო აქ მოიპარა ბურთი აბა გავყოლოთ აქ დეზირე დუეს ეხლა უეჭველენა გავთანაბრო ხო ისინი დაცვაში არიან შესულები რა თქმა უნდა დეზირე დუე შეგენაცვალე ძალიან მაგარი გოლი გაიტანა დეზირე დუემ კარგია ძმაო კარგია ძალიან კარგ გოლებს იტანს ეს ბიჭი ბრავო ისევ და ისევ თავისი მარსელი თარნით გამოიჩინა თავი და ნახეთ საიდან ჩაახვია შვენიერი ძმაო შვენიერი 2-2 გათანაბრდა ანგარიში ოკეი, ნუ ეხლა რა თქმა უნდა გადმოვლენ შეტევაზე. კი ბატონო, 97 წუთია, სულ რაღაც აი 3 წუთი რამენარად გავუძლო და იქნება და მესამე გოლი გაუტანო ამ 3 წუთში, ჰა? იქნება და მესამე გოლი გაუტანო. აბა. აქ ფრთხილად უნდა ვეთამაშოთ ახლა. 3 წუთი დაამატა. არაფერი განსაკუთრებული. ოიმე, არა! ნუ აი ვრჩებით პირველ ადგილზე, მაგრამ აი
არ ვიცი. სტრასბურგთან შემდეგი მატჩი, ნუ კაი, შო. არ დავიგრუზო თავი, თორემ მე საერთოდ ვერ ვითამაშებ მატჩებსაც ნორმალურად. და ამიტომ დავიწყოთ პირდაპირ. აუ. აქ ხოძე არ არის. და საირემერი იყოს. აი, დავიწყოთ პირდაპირ. აბა რა, ბიჭო, აბა რა. შეგენაცვალე მე. აი ესე 1-0 გაიხსნა ანგარიში. ვახ, ანუ ისე ჩვენ აი და ისეთნაირად ვიყავი რომ აი რა ვიძმაო რა ის სხვანაირად არ შეიძლებოდა იმიტომ რომ აი მარცხის მერე ცოტა არ იყოს დავიგრუზე და 56 წუთია აბა კვარა კარგი იყო ხვიჩა წამოვიდა სოლორანი ისევ კვარასი რა ხდება ძმა შეგენაცვალე რა არის ანუ რა მარტივად უშვებენ კვარას რა პონტია თუ ეხლა ქართველია და პატივცემენ ხო აზე ხა მაინც ქართველი როა პატივცემენ ხა ხვიჩას რა ბატონო რავი ძალიან კარგი 2-0 სოლორანი გამოვიდა ხვიჩას ისევ რა თქმა უნდა განმეორებით ნახოთ ეს მომენტი კარგადაც შახვია კიდევაც 2-0 რა ვიცი არ ვიცი რა ვთქვა ვერც ვერაფერს ვერ ვიტყვი ნუ რა თქმა უნდა გადმოვიდნენ ახლა უკვე შეტევაზე და რავი საირემერი დეზირი დუე სმენ დემბელე დეზირი დუე დაეწევა ნუ ვერა სამწუხაროდ აბა ვაიმე რა ცოტა დამაკდა ბიჭო რომ აი მეთქი მეკარეს წავართმევ ახლა თქო ნუ ოკეი შეცვლების განამახორციელე არ ვიცი რა იყო 70 წუთია ამასობაში და კუთხორს მოაწვდიან აბა გაიყვარას მივიდა ეგრევე ბურთი მოვიშოროთ რა თქმა უნდა წინ ნუ დემბელეს არ ქონდა რაღაცა გამორჩეული მატჩი დღეს და ამიტომ მომიწია რომ გონსალო რამოსი შემომეყვანა მის ნაცვლად და რავი იმედი მაქვს რომ გაამართლებს ბრედლი ბარკოლა აბა პასი ბიჭო ხო ვამბობ ბრედლი ბარკოლა სასწაული პასები აქვს მეთქი ხო ვამბობ ძმაო და გონსალო რამოსი გატანილი გოლის ავტორი ბრედლი ბარკოლას ბრწყინვალე პასით ვამბობ ძმაო რომ ამ ბიჭს აქვს აი ძალიან მაგარი პასები რა აი ნახეთ იმენა ფენომენალ პასინგი აქვს მე მგონი ამ ჩემისას აი რა კარგი პასი გაუკეთეთ ხო არ გადავა ჩემს საღოლ 3-0 ნადგურდება სტრასბურგი PSG წინააღმდეგ არ ვიცი ძმაო აი რავი რაღაცა სასწაულ პასებს აკეთებს მართლა ბრედლი ბარკოლა აი ისეც რომ რა ვიცი აი წინა ეპიზოდში ხო დაგვამახსოვრა თავი აი იმ სასწაული ასისტით დემბელეს მიმართულებით რო გააკეთა და ეხლაც აი ვიტინი აბაშორიდან და ეხლაც ძალიან კარგი პასი გაუკეთა გონსალო რამოსს და გონსალო რამოსმაც გაიტანა მოდი აბა მოკლე პასები ვცადოთ გათამაშება მოგატყვეთ მაგისკენ არ მინდოდა აბა ბრედლი ბარკოლა კარგია გაყოლება გონსალო რამოსზე ბიჭო შეგენაცვალე ბიჭო მე მგონი მე ბრედლი ბარკოლას დავტოვებ გუნდში მე ბრედლი ბარკოლას მე მგონი გუნდში დავტოვებ და დეზირე დუე დაისვენებს არ ვიცი აი ძალიან მაგრა თამაშობს ეს ბიჭი ძმაო აი ძალიან მაგრა თამაშობს მართლა აი ამ მომენტსაც აი გენაცვალე მე ნუ ალბათ შემდეგ ეპიზოდებიდან უკვე ბრედლი ბარკოლა იქნება მარცხნივ კვარა იქნება მარჯვნივ და ცენტრში იქნება ნუ რა თქმა უნდა დემბელე კი ბატონო იმენა რა დაღლილები არიან ტიპები ჩემი დედას ვიცავარ აი 4 წუთი მატჩი დასრულებამდე 4-0 ნადგურდება სტრასბურგი გაის ოკეი ჩვენ და ნუ ეგ არის ბრავო კი ბატონო ამის შემდეგ უკვე კი მატჩი მარსელის წინააღმდეგ ეს არა დეზირე დუემაც დღეს ძალიან კარგად გამოიჩინა თავი მადლობა დეზირე დუე და ხო შემდეგი მატჩებიდან აი ბარკოლას პროსტა აი პასები მართლა ცვეთში მჭირდება რა ანუ
პასები მართლა მჭირდება. და ამიტომ აუ ყველა თითქმის ხოძია ბრატ რა სიძახითო. ოკეი. კი ბატონო, დავიწყოთ პირდაპირ ქიმატჩი. თქვენი ხანდა შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო ძმებო, გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარზღელაკი. ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ. დავიწყეთ ქიმატჩი მარსელი PSG-ს წინააღმდეგ. ნახოთ აბა ქიმატჩი ისევ გამიმართლებს თუ არა. Let's go. დავაი. აბა წავიდა. ათამაშეს ბურთი მარსელის ფეხბურთელებმა, დაიწყო პირველი ტაიმი და იმედი მაქვს რომ ქიმატჩი როგორც წინაზე, ისე ახლაც გამიმართლებს და მოვიგებ ამ ქიმატჩს, აბა. აქ ეგრევე არაფერი განსაკუთრებული. მეხუთე წუთი, ფაბიან რუისი, კარგი იყო ფაბიან რუისი, გავჭიმოთ ფაბიან რუისი, შეგენაცვალე მე, აი ესე უნდა ბიჭო გოლის გატანა. აი ესე, იმენა მომიშმინე თუ რა. აბა რა, აი ეგრე უნდა გოლის გატანა ზუსტად. მე-6 წუთზე ფაბიან რუისი ხდება გატანილი გოლის ავტორი, იხსნება ანგარიში და PSG 1-0 ამარცხეს მარსელის. შვენიერი ზმაო, იდეალური ზმაო, გადასარევი ზმაო. შვენიერი იდეალური გადასარევი გენიალური. უცებ დამავისტო უცებ რაღაცა. კაი, დემბელე. აბა დემბელე. ფაბიან რუისი, კვარასკენ კარგი პასი ერთი შეხებით. ბიჭო, რა ცოტა. არა, ერთი შეხებით არ უნდა დამერტყა, რა უნდა გამესწორებინა და მერე უნდა დამერტყა რა. აი უნდა ჩაომეღო ბურთი და უნდა დამერტყა მერე. მაგრამ ერთი შეხებით მინდოდა აი უცებ მბაპეს World Cup final არა ისაკითხე სოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რომ გაიტანა ეგეთი გოლი მბაპემ რა. აი ისეთი იმის მსგავსი გოლი მინდოდა კვარათი რომ გამეტანა, მაგრამ ცოტათი აცდა. კვარა, კარგია კვარა, გაყოლება ფაბიან რუისზე, ჩაწოდება საჯარიმოში დეზირე დუე. აი თამაშგარი იყო, მაგრამ მაინც რა ბურთი მოხსნა და ვინ არის ეს? კი ბატონო, ნუ ხო ცოტა წინ იყო დეზირე დუე, აი ცოტა წინ იყო. კაი, არაუშავს, ეგ არაფერი. ნუ მომენტები მაქვს როგორც ასეთი და შევეცდები ყველანაირად რომ კიდევ უფრო მეტი გოლი გაუტანო მარსელის. 55 წუთი. მარკინიოსი კარგი იყო აქა. დეზირე დუესკენ კარგი პასი. უფ! რა ფეხებს შორის გაუძრა. დემბელე. აბა რა, აუ ის რა კარგი მომენტი იყო. ეს იყო ძალიან მაგარი მომენტი. ძალიან მაგარი მომენტი იყო მართლა იქ ხვიჩას როგორ გაუხარდა. აი ნახეთ შეხედეთ. ფეხებს შორის როგორ გაუძრა ბიჭო. ოპა, დემბელემაც კარგად მოტეხა ესე რომ თქვა ფეხბურთელი და კარგი გოლი გაიტანა. ძალიან კარგი გოლი გაიტანა. კი ბატონო 2-0. 2-0 სერიოზული ანგარიშით იგებს, ნუ სერიოზული არა, მაგრამ მოდი ცოტა გავამძაფრებ. სერიოზული ანგარიშით იგებს PSG მარსელის წინააღმდეგ ძმებო. ფაბიან რუისი, კვაღა, დემბელე, კვაღასკენ ძალიან მაგარი პასი. აბა, ვიჩა, კარგი იყო, ოპა, აქ. ორი ზომიწი რა. ოკეი. აი. ნუ გამეორე ეს მომენტი. ეს. ვარა მოიპოვა, კი არა და გამიმუშავა. პენალტი რა გაიყო და ჯარიმა. კაი, ახლა ორი წამი. ვიჩა. არა, რას ვაკეთებდო? არა. ბიჭო, ეს ჯარიმები უნდა დავამოღამო, ანუ რას ვაკეთებ ჩემთავს რო ეუბნებოდი ისე თითქოს დამოღამებული კონდეს კოკა ეს ჯარიმების დარტყმა, ნუ ჯერჯერობით არ მაქვს ზუმებო დამოღამებული ისევ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრი ჯარიმა არც მაგ დარტყმული, მე მგონი ეს მესამე ჯარიმა არის, რაც eFootball 26-ში გამოვიდა მაგის მერე, ჩემი. და ხო, არ მაგ ჯერ დამოღამებული და აქ გადავიდა, ხო, კი ბატონო, გადავიდა. 66 წუთი ამასობაში. აუც მოდი ჩვენ ფაბიან რუის, ჟაო ნევეს, დემბელე. აბა, კარგად მოტრიალდა დეზირე დუესკენა, კარგი პასი არა, თავით რატო ჯიმა. კაი, შეცვლები. მეგობრებო. ბრედლი ბარკოლა ეხა ხო უნდა გამოიყვანო ეს ბიჭი რა. ყველა ვარიანტში უნდა გამოიყვანო ზმაო. და გამოიყვანოთ მოდი. აუ, გონსალო რამოსი არ არის ხოძე? კაი, მოდი აბა, აი ეს გამოიყვანოთ. და მოდი ასენსიოს გამოიყვანო ორ წამი, ვიტინიას ნაცვლად იყოს და ესეთ რაღაცას ვიზავ რა. აი ესე. EMF-ზე იყოს მარკო ასენსიო და რავი, იყოს ეგრე რა. მარკო ასენსიო პირველად გამოდის აი ამ ჩემ მაი ლიგის ასე ვთქვათ ვიდეოებში შეცვლაზე. და ნახოთ აბა გამოიჩენს თუ არა მარკო ასენსიო თავს. აკიმი, ჟაუნევეში.
პასი დუეზე. კარგი მოდი მოხსნა. კი ბატონო. აბა შეცვლები. უკან მეორებით არ გვინდა ესა. შეცვლები. მარკო ასენსიოსგან ველოდები ახლა რავი. რამეს მაინც ან ასისტს, ან გოლს. აბა ჩაწოდება საჯარიმოში. ანდა კოლომანი. ანენა. რანდალ კოლომანი. აბა ფრთხილად გნუ. გრინვუდი აქ არის? გრინვუდზე კაი ისინი, კაი ამბები გამახსენდა. ბრედლი ბარკოლა, ფაქარი, ეს კარგი პასი. და ჩაჭერს უფრო სწორედ თორე. კარგი ჩანაფიქრი იყო იდეაში. მე-80 წუთია. აბა, მარკინიოს. ვაიმე, აქ რა შეცდომა, ვაიმე, გამოდი მეკარე. გამო. ეს რა იყო, ბრატ? ანუ მეკარემ თითქოს ვაფშე არაფერი ისე მოხსნა. მოხსნა რა, მოიშორა კიდევაც. მაინც გამიტანა, მაინც რა. კაი, 2-1, კი ბატონო. შეამცირა სხვაობა, ანგარიშის სხვაობა, მარსელიმ. აქ ეხა როგორ გათამამდით თქვენ, ბიჭო? არა, ძმაო, არა. არავითარ შემთხვევაში. ფაბიან რუის. მარკო ასენსიო. აბა მარკო ასენსიო. წავიდა მარკო ასენსიო, წამოვიდა ესპანელი. მარკო, კარგად გაიგდო. აბა, ჰოპ. კაი, უკან ბასილ ლუკას ერნანდესის მიმართულებით. ფაბიან რუის. ერნანდეს. ჩავაწოდოთ საჯარიმოში, ბარკოლას მინდოდა დაერტყა, მაგრამ არაფერი. 5 წუთი, აბა, სულ ცოტა დარჩა. პაჩო, ასენსიო, იონევეს, ბარკოლა. კოლომუანი, ვაიმე შენი. კაი, ოკეი. აბა, კაი. ეგ არის 2-1. ფუშტენი ერადამებ. ავრე. გიგრი. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააგრძელოთ ზარზღლაკი და ლევიაშინიც გემშვიდობებათ, დამცხად შემი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. წავედი. ბაი. ხელა თავი მაქვს.